გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დღეს მინდა გამოვეხმაურო იმ აქციას, რომელი აქციაც რამოდენიმე დღის წინ დაიწყო, გაიმართა თბილისშიც და ქუთაისშიც. დაავადებული ბავშვების წამალთან დაკავშირებით, რომელი პრობლემა არ არის, თურმე არ წარმოადგენს ეს ქართული ეგრეთ წოდებული საზოგადოებისთვის თურმე მეორე ხარისხოვანია, მესამე ხარისხოვანია. მინდა თავშივე ვთქვა, რომ სოლიდარობა გამოუცხადო ამ ადამიანებს ყველას და საერთოდ ვინც ჩემი ბლოგის მკითხველი და მაყურებელი არის, ან ძალიან კარგად იცის დაავადებულ ქართველებთან დაკავშირებით. მე საფრანგეთში რაც გადავიღე, ეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც ეძღვნებოდა ზოგადად არა მარტო ამ დაავადებულ ბავშვებს, არამედ ზოგადად ქართველ ავადმყოფებს, რომლებიც გაწირა სახელმწიფომ, გაწირა საკუთარმა სამშობლომ და გაყარა უცხოეთში წადით ვიზა მიხედეთ თავს გადაირჩინეთ როგორც გინდათო და რა ბარიერებს უქმნიდნენ იმასაც კი ელემენტარულ ფორმასაც რო არ აძლევდნენ, რომ მისი მკურნალობა საქართველოში შეუძლებელი იყო, გამორიცხული იყო, რომ ამის საფუძველზე მაინც სხვაგან ემკურნალათ. გახსოვთ ალბათ ყველას ეს, ვისაც არ გახსოვთ, შემიძლია ეს ვიდეო ხელახლა მივაწოდო, ან ხელახლა ავტვირთო ბევრისთვის გასაგებად, თუ რა ჯოჯოხეთიც ხდება საქართველოს სამედიცინო სისტემაში და როგორ არის საერთოდ ქართველიერი გაწირული აი ამ ფაშისტების მიერ. გაიმართა ახლა გუშინ ეს აქცია ქუთაისშიც ცალკე. იყვნენ მეგობრები, მე ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო დეტალურად შემოგთავაზებთ, ვეცდები რომ უშუალოდ მონაწილეები ვინც იყვნენ ისინიც ჩავრთოთ. არავისთვის ახლა ახალი არ არის ეს ინფორმაცია, რაზეც მე ვსაუბრობ, უბრალოდ მე სხვა კუთხიდან მინდა დაგანახოთ ეს ყველაფერი, ეს აქცია ქუთაისში, რომელიც მიმდინარეობდა. და რაც საინტერესო არის ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ზოგადად ეს ხდება ისეთ საზოგადოებაში, რომელ საზოგადოებაშიც დარდობენ თურმე და წუხან ძაღლების უფლებებზე, ძაღლების სიცოცხლეზე, ვაი ძაღლი გადარჩეს, ვაი ძაღლს რაღაცა ეშველოს, ვაი როგორ ავართ, ვაი უპატრონო ძაღლები და შეშფოთებული რო იყო და აღშფოთებული რო იყო მთელი საქართველოს ძაღლების უფლებებთან დაკავშირებით. მაშინ გასაგებენაზე ვთქვი, მე არ მჯერა და არ მწამს იმ ადამიანების, რომელი ადამიანებიც გამოდიან და ძაღლის უფლებებზე წევიან და კივიან და მათ არ ადარდებთ ადამიანის სიცოცხლე, არ ადარდებთ ბავშვების სიცოცხლე, არ ადარდებთ არანაირი ადამიანური ფაქტორი, რომელი ადამიანური ფაქტორით საქართველოში არსებობს და ქართველიერი განიცდის გენოციდს. ამათ ძაღლები აინტერესებთ და ეს აბა ერთი დამენახეთ, ერთი ეს ძაღლმადიდებელი ხალხი ახლა თუ ვინმე იღებთ ხმას ამ ბავშვების უფლებებთან დაკავშირებით, წამალთან დაკავშირებით, რომ გადარჩეს ადამიანი. არ მე ვერ ვხედავ ამ ხალხს. მე ვერ ვხედავ იმ ისტერიკას, რომელი ისტერიკაც იყო თავის დროზე ძაღლების გამო ატეხილი, მე ამ ისტერიკას ვერ ვხედავ ატეხილს ადამიანების გამო, ბავშვების გამო, ბავშვების სიცოცხლის გამო, რომელიც უძვირფასესი არის. და უბედურება რაშია ხალხო, იცით? ეს ახლა უბრალოდ აი ახლა მოხეთქვა ამ კონკრეტული დაავადების ცოტა რთულად დასამახსოვრებელი ეს არის, რა ქვია, კუნთობის დისტროფია, რომელიც ძალიან ვერაგი დაავადებაა და ურთულეს პრობლემებთანაა დაკავშირებული, მაგრამ იგივე პრობლემას განიცდის სიმსივნით დაავადებული ბავშვები, იგივე პრობლემას განიცდის აბსოლუტურად ყველა პაციენტი, რომელიც საქართველოსთან იძულებულია გაიქცეს იმისთვის, რომ სიცოცხლე გადაირჩინოს უცხოეთში. და დააკვირდით ამათ პასუხებს დააკვირდით, აი ეს სარჯველაძე, რომელიც ამბობს, რომ თურმე ეს წამალი, აი წარმოიდგინეთ ახლა, თქვენ ამ ხალხს კიდე არ იცნობთ, თქვენ არ იცით ესენი რადონის ბოროტ სისტემასთან აგაქვთ ხალხო საუბარი. ეხლა ხანდახან რაღაცა ამოტივტივდება და ამ ამოტივტივებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით გაკეთდება ესეთი არაადამიანური განცხადება, რომ რაღაცა წამლები რომელიც თურმე იქ გამოცადეს ექსპერიმენტალურია, არ შეიძლება ადამიანებზე იქნას გამოცდილი, იმიტომ რომ ჯერ ძაღლებზე უნდა გაკეთდეს თურმე ცდა, მერე მაიმუნებზე, მერე კატებზე, მერე ვირთხებზე, მერე ამგენზე უნდა ჩატარდეს ეს და მერე უნდა ჩატარდეს თურმე ადამიანს. ეხლა ამ დასწირებულ სარჯველაძეს ვეკითხები და ვეკითხები
ესევე დასირებული იმ ჯოგ ნახირ ადამიანებს, რომლებიც არც ისე დიდი ხნის წინ აგერ კორონავირუსის პანდემია, როდესაც მძვინვარებდა საქართველოში და სოფლიოში ეს ხელოვნურად შექმნილი პანდემია, მაშინ რატო არავის არ გახსენდებოდათ, რომ როდესაც აცრებზე იყო საუბარი, რომელსაც 8 წელი და 10 წელი ჭირდებოდა იმისთვის, რომ აცრილი ყოფილიყო, თუ არ ჩავთვლით ახლა იმ ჩინურ წამალს, რომელთაც ისედაც ტრადიციული რეცეპტით ხდება ამ ყველაფრის, თუმცა მაგაზე საუბარი არ იყო. მაგაზე საუბარი არ იყო, იმიტომ რომ ის ჩინურია, ის რუსული წამალია, ის ბანზი წამალია, ის ასეა და როდესაც მთელი ეს უკნიდან განათლებული, ეს ტრაკიდან განათლებული სვეტსკი საზოგადოება აი ძაღლებზე რო დარბოდა და ეს ქოცობას უყველა გამოდიოდა და მოუწოდებდა იმას, რა ქვია, ხალხს რო გინდა თუ არა მე ავიცერი შენთვის, შენ აიცერი ჩემთვის, აცრა საჭირო, მაშინ თქვენი გამზდელი მოვტყან, მე მაშინ არ იყო 8 წელი და 10 წელი საჭირო ასაცრელად ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არ გვინდა ბატონო, არ ავიცრით ჩვენ სიცოცხლეზე, ჩვენ ვაგებთ ჩვენ თვითონ პასუხს, როგორც ესე იგი ოსვენციმის ბანაკის იმგენს ექცეოდა SS-ის ჯალათები, ისე რო ექცეოდით ადამიანებს. მაშინ არ იყო საჭირო კოვიდის დროს 10 წელი, 8 წელი, მაშინ არ იყო ისა, რა ქვია, აცრა საჭირო? არა. მაშინ ისე იყო საჭირო და სულ ფეხებზე გეკიდათ. ბავშვის, ქალის, დიდის, პატარას, ყველას ბედი და სიცოცხლე თქვენ ქვეყანაში უნდა ეცრათ. ახლა თურმე მათივე ჯანმრთელობიდან გამომდინარე ხართ, თურმე შეწუხებული, თურმე ისე წუხართ, რომ ზრუნავ ხართ კიდე ამ ბავშვებზე და ამის გამო თურმე არ შეიძლება თურმე ჯერჯერობით. აი ესეთი ნაბოზვარი ხალხი ხართ თქვენ. მაგრამ ხალხმა ეს ყველაფერი კიდე არ იცის, ვისთან აქვს საქმე კაცო. არ იცის და არც უნდა გაგება. ბიჭო, ფრანგული დასკვნა, რომელიც ქართულ სამედიცინო სისტემას ეხება. რომელიც რამდენჯერ ძირითადი მომენტები ამოვჭერე მე და იმ ჩემ ფილმში ჩავატნიე. თუ რა ხდება ქართულ სამედიცინო სისტემაში, როგორი ფაშიზმი არის და როგორი ბოროტებით ეკიდებიან ადამიანების სიცოცხლეს. პატარას იყოს თუ გინდა დიდის, არ აქვს მნიშვნელობა. ფაშიზმი ასე არავინ არ ექცევა საკუთარ მოსახლეობას კი არავის არ ექცევია. და ახლა აქნას ახლა და ეს უცებ მთელი ქოცობა რო ჩადგა ამ ყველაფრის გაправების ეს ვითომ ეხებოდეს რას იცით? ვითომ ეხებოდეს რაღაცა მუნიციპალურ საკითხს, რომ თურმე ვითომ სადღაც ისა რა ქვია არხია გასაჭრელი, ვითომ სადღაც სკვერია მოსაწესრიგებელი და ყველას თავისი აზრი აქვს და გამოხატავს და ადამიანების სიცოცხლეს ეხება აქ საქმე. არ ეხება აქ ძაღლის სიცოცხლეს, არ ეხება აქ კატის სიცოცხლეს, არ ეხება აქ რაღაცა იმის რა ქვია ეზოს დასუფთავების თუ ადამიანების სიცოცხლეს ეხება, რომელი ადამიანების სიცოცხლეც არის საფრთხის ქვეშ და რომელზეც სახელმწიფო არც არასდროს ზრუნავდა და არც არასდროს ზრუნავს, იმიტომ რომ საქართველოს სამედიცინო სისტემა ეს არის თავიდან ბოლომდე უკაცრავად ტექნიკური ხარვეზი არის. საქართველოს სამედიცინო სისტემა არის თავიდან ბოლომდე უზარმაზარი კორუფციული სინდიკატი, დანაშაულებრივი სინდიკატია. და ამ დანაშაულებრივი სინდიკატის სათავეში დგანან თვითონ მაღალჩინოსნები. თვითონ მაღალჩინოსნები დგანან ამ ყველაფრის სათავეში და აქედან გამომდინარე მათ საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანის სიცოცხლე, ისევე როგორც კიბოიანი ბავშვების სიცოცხლე არ აინტერესებთ, ისევე როგორც სხვა უამრავი დაავადებული ადამიანების სიცოცხლე არ აინტერესებთ ესეც, იმიტომ რომ არ უნდათ ხარჯი გაიღონ და ეგ სად არიანო მილიონერებიო, სად არიანო ეს პრობლემა აქვს ეს. ჩემო ძმაო არ აინტერესებს, ძმაო არ ჩემი სიცოცხლე აინტერესებს, არც ჩემი სიცოცხლე აინტერესებს და არც იმ ბავშვების სიცოცხლე არ აინტერესებს. და ვინმე ახლა 4000 ევროიან ნემს დაგიფინანსებს შენ? მაშინ უნდა წახვიდე და უნდა ილოცო ბიზნესთან და ბიზნეს შეიძლება გამოიღოს ქართულ ფონდმა რაღაცამ, ვიღაცა ხესიც თუ შენგან ხმები მიუვა სისტემას და რაღაცას რატო გიშლიან ძმაო ხელს და ფეხებზე კიდიათ? ვინც ნახა ის ფილმი ძალიან კარგად ახსოვს ყველას. ძალიან კარგად ახსოვს ყველას იმაში რაცა, კარგი ხელახლა დავდებ მე მაგ ფილმს და ხელახლა მოვახდენ ამ ყველაფრის იმას, რა ქვია, რადგანაც ბევრმა ზოგიერთმა შეიძლება არ იცოდა, არ ნახა. ხელახლა შემოგთავაზებთ მე თქვენ მაგ ფილმს, არ არის პრობლემა და ვისაც ვერ გაუგია თურმე რაშია საქმე და როგორია ქართული სამედიცინო სისტემა და როგორი ექცევა საკუთარ მოქალაქეებს, ხელახლა ნახეთ ყველა მის ფილმი კაცო.
იმიტომ ამაზე მე წლებია ვსაუბრობ. და ამას წლებია ვხედავთ. არ ღირს მაუ შენი სიცოცხლე არაფრად, ჩემი სიცოცხლე არაფრად ღირს და აქ როდესაც იყო ხალხი გადმოხვეწილი, კიდე აქ 900 იქეთ, ამათაც ხელს უშლიდნენ, უსაფრთხო არის ქვეყანაო და იმასო რა ქვიაო, უკანო დააბრუნეთო ეს ხალხიო. ეხლა ამათ ტექნიკურად ეუბნებიან. რომ ჩვენ ვერ გხედავთ, მოგიდეთ თქვენ ბავშვებს ხელი და წაიყვანეთ საზღვარგარეთ და სადღაც საფრანგეთში უმკურნალეთ, გერმანიამ უმკურნალოს, საფრანგეთმა უმკურნალოს, სხვამ უმკურნალოს, რატო უნდა უმკურნალოს ქოცობამ? სადა ქოცობას მაგის შესაძლებლობა? რა პრობლემა არის? მე ზოგიერთი იძახის, რომ ისო აი ბიზნესიო და ბიზნესმენები, აგე რა. შეხედეთ ახლა ამ ბიოლოგიურ ნაგვებს, ვინც არიან ეგრეთ წოდებული ესა რა ქვია ბიზნესმენები საქართველოში. აი, კარგად ცნობთ იმას ოქრიაშვილს. ცნობთ ოქრიაშვილს. ან ვაჟბატონმა 500%-ად გაძვირებული წამალი მიყიდა საქართველოს მოსახლეობას, გააჭირვებულს, გაღატაკებულ მოსახლეობას და ამით იშოვა მილიარდები და მოჯდა ზემოთ. ახლა ესენი იგივე ბიძინა ივანაშვილის ფარმა დეპო. თქვენ გონიათ რა ის ხალხისთვის და ადამიანებისთვის არის გაკეთებული რამე? ის რომ მოგებანახოს. და მთელი ეს სამედიცინო კლინიკები რისთვისაა? ეს ერთი ეპიზოდია, რამაც ამოხეთქა ამ წუთში და ხალხმა პროტესტი გამოხატა. საქართველოს სამედიცინო სისტემა ეს არის ჩვეულებრივი დანაშაულებრივი მკვლელების მიერ შექმნილი უსისხლო ადამიანების შექმნილი სისტემა, რომლის მთავარი მიზანიც არის უბრალოდ ფული იშოვოს. და ეს ბავშვებიც და დანარჩენი საქართველოც თავიდან ბოლომდე არის ყველა ამ სისტემის მსხვერპლი. და კარგად წერია იქ დასკვნაში, რომ საქართველოში სამედიცინო სერვისი ეს ელიტარული მოსახლეობის ფუფუნება, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, ესეც არ უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოში ნორმალური ჯანდაცვის მკურნალო ხარისხი მიიღო. და სამაგიეროდ მინისტრები, აი რომლებიც მოყვანილია იქ გარემოს დაცვის მინისტრები და სხვები, რომლებიც თვითონ ავად არიან კონსულტაციას გადიან პრემიერ-მინისტრებთან, პრეზიდენტთან, მთავრობის წევრებთან, ექიმებთან და გერმანიის კლინიკებში მიდიან სამკურნალოდ. ხო, მედიან გერმანიის კლინიკებში სამკურნალოდ და გერმანიის კლინიკებში კურნალობენ, არის ეს ყველაფერი ამოღებულია, დადებულია, იმიტომ რომ მათი სიცოცხლე ფასობს და ბავშვის სიცოცხლე საქართველოში არ ფასობს. ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქის სიცოცხლე არ ფასობს. ეხლა ვინმე გამოვა და მეტყვის იმას, რომ ივანიშვილის ბერას და ცოტნეს და ამა თუ იგივე ფასი აქვს, ვიდრე ნებისმიერის რიგითი მოქალაქის შვილს. არა, რომან მაგაზე ლაპარაკი, კაცო, მაგაში ესეც თავიდან ბოლომდე გარკვეულია იქ. გარკვეულია იქ თავიდან ბოლომდე, რომ სადაზღვევო კომპანიები და ესა ფარმაცევტული კომპანიები, ესენი თვითონ რომლებიც სავადმყოფოებს და ამათ თვითონ ფლობენ, ჩვეულებრივი ოლიგოპოლიები არის გაჩენილი ბაზარზე და რომლებიც პირდაპირ, ესე იგი, ადამიანის სისხლზე და ადამიანის ხარჯზე ახდენენ ფულის შოვნას, მილიარდების შოვნას. და ამათ ხალხი არა, მე ესენი მოდიან და ელაპარაკებიან მე ხალხს და ეუბნებიან, ხმა მე მომეცითო, კაცო, ჩვენო ეს ვქენით და ჩვენ უფასო ჯანდაცვა შემოვიღეთ და ესე შემდეგ. არ ხდება ეს ხალხო, არ ღირს თქვენი სიცოცხლე, აი მე გეუბნებით პირდაპირ. გეუბნებით პირადი გამოცდილებიდან და იმ გამოცდილებიდან აქ რაც მე ვნახე. არც ერთი ქართველის სიცოცხლე არაფრად ამათ არ უღირთ. რა გაკვირვებიათ ხალხო, რა გაკვირვებიათ? ერთ-ერთი ეპიზოდი არის ამ ბავშვების და საკითხთან დაკავშირებით. ვიდით აბა სიმსივნიან ბავშვებს ახლა ჩაუტარებენ იაშვილის კლინიკაში, ჯერ რა ხარისხის სერვისს აწვდიან და როგორ აწვდიან, ისა ცოდვების ბუდია, მარტო იქაობის ისინი, რა ქვია, თავარი ექიმები და ისინი ამით ვერ გაიხარებენ. ჩაუტარებენ და მერე ეტყვიან ესე მშობელს, რომ თქვენი ისა, თქვენ შვილს არ უშველა ქიმიამ და მოგიდეთ ხელი და წაიყვანეთ და სადაც გინდათ იქ უმკურნალეთ.
არ მინდა შემოძმაო ერთი წუთი აქ ვითომ ოპოზიციაზე და ამაზე არ მაქვს მე ლაპარაკი. ის ოპოზიცია ქართული ოცნების ფილიალია ჩვეულებრივად. ჩვეულებრივად ფილიალი არის, იმიტომ რომ აი ეს თქვა ხალხმა. და ერთი არის ეს ნაციონალი და ქოციონალი ერთი და იგივე როა ეს ვერ გაიგო კიდე ხალხმა. და იმისთვის აყავთ რომ ჩვენ თუ არა ესენი აქ. ამათ ჭირდება ერთიანად ნაციან ქოციანად მიყენება კედელთან და ტრიბუნალი და რასტრელი დახვრეტა და ამოწყვეტა და გაიხარებს ქართველიერი მაშინ. მანამდე ქართველიერი ვერ გაიხარებს. არ გვეშველება ჩვენ. არავინ ამაზე ხმას არ იღებს. არავის ეს არა მე თუ ეს ვიცი, თქვენ გონიათ საქართველოში არიციან? გინდა იმ საპატრიარქოში არიციან? საპატრიარქოში არიციან, რომ ქართველიერის გენოციდი მიმდინარეობს? დღეს მეყოლება ბატონი შალვა თბილისის დროით 9 საათზე და ვისაუბრებთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. ყველაფერი კარგი ხმას არავინ არ იღებს. ის კი არა, ახლა რამენაირად იქნება ეს პროტესტი გაჩუმდეს, კაცო, გადააგორონდა ამ ბავშვების სიცოცხლე. მე ვამბობ სიმართლეს. იმიტომ არ აინტერესებთ საქართველოში ადამიანის სიცოცხლე. არ აინტერესებთ ადამიანის სიცოცხლე, არავის არ აინტერესებს. ამათ აინტერესებთ მარტო საკუთარი შემოსავალი, საკუთარი ჯიბე, საკუთარი ფული. მორჩა დამთავრდა, მეტი არავის არაფერი არ აინტერესებს. და მარტო ეს ბავშვები კი არ არიან გადასარჩენი. მთელი ერია გადასარჩენი. სანამდე საქართველოში კომერციული იქნება და სანამდე ბიზნესი იქნება ადამიანის ჯამრთელობა საქართველოში, რადგან უდიდესი ფული აქვს ნაშოვი. როგორც საგარეო ფონდებიდან, სოფლიო საერთაშორისო, ეს რა ქვია, ჯანდაცვიდან, ისევე ადგილზე საქართველოს ბიუჯეტიდან. ეს თუ არ შეიცვალა, აბა მიდით ერთი თქვენ რომელიმე ქვეყანაში, სადაც მედიცინა თავიდან ბოლომდე ეს არის თვითონ სახელმწიფოს, მედით იგივე საფრანგეთში. ნახავთ, რომ ჩამოსულ მიგრანტს, რომელსაც მკურნალობენ და საფრანგეთის პრეზიდენტს, მაკრონს, ერთი და იგივე სამედიცინო პაკეტი აქვს. იმიტომ რომ ქვეყნებმა, რომლებმაც კაპიტალიზმი შექმნეს და ქვეყნებმა, რომლებმაც თვითონ საბაზრო ეკონომიკა შექმნეს, თვითონვე მიხვდნენ იმას, რომ არ შეიძლება მედიცინა იყოს ბიზნესი. ამას ადამიანი ვერ გაწუდება. და საქართველოში 60% ადამიანების საკუთარი შემოსავლისას ჯანდაცვას ახმარი. ეს დაწერილია პირდაპირ, გამოთვლილია და ანგარიშებულია ყველაფერი. და აქ არათუ მარტო ამ ბავშვების მიმართ არ მოხდება რაიმე სიკეთის, მე ვეუბნები მშობლებს, არ მოხდება ეს. არ მოხდება, ესენი არ გააკეთებენ არაფერს, ადამიანების სიცოცხლეზეა ლაპარაკი. მე ჩემი მეგობარი, ჩემი ძვირფასი ძმაკაცი რომან ხარძიანი, ვისი ისტორიაც არის პირველი, წამოვიდა აქ შვეიცარიაში უმკურნალეს 28 ოპერაცია გაუკეთეს და ჩამოვიდა მაშინ ეს ძუკნა მადამ პამპადური და გამოუცხადა რომ ჩვენო უსაფრთხო ქვეყანა ვართო და ბოლო დასკვნითი ოპერაცია ისე რა ქვია შეუწყვეტეთო კაცო უმკურნალობა საქართველოში უმკურნალობთ და საქართველოში რო ჩაიყვანეს ჩვენო აქ რითი გიმკურნალოთო ერთხელ 400 ლარი ჩაგირიცხეთ და მადლობელი იყავი მაგითიო. ასე ექცევიან ესენი ადამიანების სიცოცხლეს. და მე წამოვიდა ისევე ხელახლა ხელმეორედ ჩაბარდა, მაგრამ თაგვიანებული იყო მკურნალო. და ვეღარ უშველეს. ეს არის აი ამათ სად არის ახლა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ეს ნაბოზარი ეს ელჯის კლინიკის დირექტორი ეს ჩათლახი ეს ლომინაძე ამის გამზრდელი მოვტყან მე ეს ცოცხლათაა დასაწვავი ეს ბოზიშვილი რომელიც გამოვიდა და პარლამენტში ყვიროდა რომ ჩვენ უცხოეთშიო არავინ არც ერთი ბავშვი არაო კი არა არც ერთი პაციენტი არ აქვს ჩვენო სამკურნალო ხო და გაიგეთ ხალხო არც თქვენ შვილებს არც ხვის შვილებს არავინ არ უმკურნალებს გამორიცხულია ეს გამორიცხულია და იძულებულს გაგხდიან რომ წაიყვანო ჩვილები და წახვიდეთ სხვაგან და უცხოეთში გადაირჩინოთ სიცოცხლე არ არსებობს არავინ არაა მაგის გამკეთებელი არ აინტერესებთ ეს მილიონები ეს მილიარდები ჩვენი ყველა სიცოცხლის ხარჯზე აქვს ამათ ნაშოვი ესენ ჩვეულებრივი მკვლელები არიან მე ხო არ მოგატყუებთ კი ბატონო ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და რა თქმა უნდა ვიბრძოლოთ და რა თქმა უნდა დასამხობია ეგ დავანებოთ თავი მარტო მთავრობა სისტემაა სამედიცინო დასამხობი და გადასატრიალებელია ეს ყველაფერი და უნდა იქნას სახელმწიფო სისტემად უნდა იქნას ქცეული ჯანდაცვის სისტემა და სახელმწიფომ უნდა გამართოს
და სახელმწიფოს უნდა უღირდეს ეს ყველაფერი, ადამიანის სიცოცხლე და არა ისე რომ ადამიანი მიგდებული ყავს საჯიჯგნად. ხო აი თქვენი ბიძაშვილი იყო რომან ხარჯიანი, ჩემი ძმაკაცი იყო ენაცვალოს ჩემი თავი 10 ხონოს ღმერთმა მის ხსოვნას ეძღვნება ის ფილმი. და ესე მოექცნენ. და ესე მარტო რომან ხარჯიანს კი არ მოექცნენ. ასე მოექცნენ ასობით ადამიანს. და ათასობით ადამიანს. უბრალოდ საქმე რაშია იცი მე? როდესაც ეს ადამიანები ჩამოვიდა, ხმა ვერ გაბედა ხმის ამოღება, რომ აქავართ არ ვკურნალობთ. იქავართ დაგვაყენე მაინც. გვაცალე სხვა ქვეყანა მკურნალობს. და სხვა ქვეყანა გვირჩენს სიცოცხლეს. აქ მაინც დაგვაყენეთ, ხო? არა. უნამუსოები არ არიან მარტო, ესენი არიან ფაშისტები. ეს არის ქართველი ერის გენოციდი. სხვა ამას სახელი არ ქვია. გენოციდია ეს ქართველი ერის. არც იმ ბავშვების სიცოცხლე არავის არ ადარდებს, არც სხვების. მედიცინა არის ბიზნესი. და ყველაფერი კარგად იცის. არავინ ამაზე ხმას არ იღებს. აი ამ ხელად დასკვნა. კორუფციით დაწყებული ქართველების აგერ ადამიანი წერს კიდე რომ ორჯერ ჩამოვიდა ჩაბარდა ზუსტად ამ ბარიერების გამო. იქ ხო უნდა იბრძოლოს ადამიანმა სიცოცხლისთვის. აქ რო უნდა ჩამოვიდეს და უნდა იბრძოლოს აქ სიცოცხლისთვის, რომ გადარჩეს. და როდესაც იბრძვის იმისთვის, რომ სიცოცხლე გადაერჩინოს, კიდე უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ ჩვენმა მთავრობამ არ გამოაგდებიოს მკურნალობა ხელიდან და ხელახლა არ იმას რა ქვია. გაიხარეს. აი ეს არის და ეს პერიოდულად ასე ამოტივტივდება. ეს პერიოდულად ასე იქნება და გამოვლიან და დაუწყებენ ხალხს იმის ლაპარაკს. აი ჩვენ ხო იმას ვქენით, რა ქვია, ჰეპატიტის პროგრამა განვახორციელეთ, ჩვენ ხო საყოველთაო დაზღვევა შემოვიღეთ და ასე შემდეგ. ხალხის გადახდილი ფული, რომელიც თავიანთ ჯიბეში წაიღეს აქედან აქეთ, ამას ამადლიან ქართველ ერს. და აბსოლუტურად, აი ყველა კლინიკის ეს მეპატრონეები და ესენი აბსოლუტურად ყველა არის სადაზღვევო კომპანიებთან და ამგენთან დაკავშირებული. მიდის ბიუჯეტიდან ფული, მიდის დაზღვევაში, დაზღვევიდან მიდის კლინიკაში, კლინიკიდან მიდის აფთიაქში, აი ეს სამკუთხედი, რომელიც სამკუთხედიც არის ამათი და ერთში იშოვეს ფული, მეორეში იშოვეს ფული, მესამე დასკდენს ბოზიშვილები და ხალხი არ აინტერესებს. და აი ესეთ ხალხზე მე გვეუბნებიან მადლობა ბატონო ბიძინაო. ხალხო რამ დაგამონათ და რამ დაგაჩემორათ და რამ დაგიბნელათ გონება. არა მარტო იმ ხალხს უნდა გვერდში დგომა. ყველას უნდა. ყველა გაჭირვებოს, ვინც იძულებულია გაიქცეს ქვეყნიდან. სადაა თქვენი გაზრდილი ეკონომიკა, რაში გამოიხატება? რაში გამოიხატება თქვენი გაზრდილი ეკონომიკა? რაში გამოიხატება ის, რომ ვითომ გამდიდრდა ქვეყანა? იმიტომ რომ თქვენ დედამოწყვილიშვილებს ვისაც გქონდათ 100 მილიონი, იშოვეთ კიდე ერთი 400 მილიონი და ესაა და ეს ხალხს რა. და დადებითი სალდოა თურმე ხალხის ემიგრაციიდან უკან ბრუნდებიან თურმე. ისე შენი დედა შევეცი და ისე თქვენ მოგიტყან გამზდელი, გამწარებული ისაა, რა ქვია, გამკაცრებული საემიგრაციო კანონმდებლობა არის ყველგან მიღებული და რო ამერიკიდან დაწყებული, ევროპით გაგზავნებული ყველგან კისრის ტეხით ყრიან ქართველებს საქართველოში. და გართულებული არის და გადალახვა საზღვრის და არა თურმე ხალხო ისე კარგათაა, არ გცხვენიათ. აი ესეთი ნაგალი მატყუარა ხალხი მე არ მინახია. და ეს ხალხი მე სიმართლე გითხრათ, იცით? აი ხალხის ისიც არ ამაქვს, იცი, არანაირი იმედი არ ამაქვს. მე როდესაც იმ ფილმს ვიღებდი, როდესაც თავიდან გადავწყვიტე, რომ გადამეღო 19 ფრანგული ქალაქის მოვლა დამჭირდა. 19 ფრანგული ქალაქის. დაახლოებით 100-მდე ადამიანი იყო შეპირებული ინტერვიუს. საქმეზე რომ იდგა 5-მა მომცა ინტერვიუ. და 5-დან ერთ-ერთი ჩემი ძმაკაცი იყო შინდისის ბრძოლის გადარჩენილი ვეტერანი, რომლის მკურნალობაც საქართველოში პრობლემა გახდა და საფრანგეთში იძულებული გახდა წამოსული. ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს მამუკა და რაღაცნაირად გამოაღწიო იქნება და შენს გადაირჩინო თავი თუ არა. საქართველოში შენ შემოგევლი არანაირი სიკეთი არ იქნება და არავინ არ მოგხედავს მაგაზე.
რომ იდგებოდა საქმეზე, ადამიანები მიყვებოდნენ კატასტროფულ პრობლემებს, რომელი პრობლემების დამართა სისტემამ, ჯანდაცვის სისტემამ, ხელისუფლებამ, როგორ იქჯერ გატყავეს, როგორ ერთ-ერთ მაგალითს გეტყვით რა, ადამიანი ყვება რომ ასეო ექიმებმა მეუღლე მომიკლესო, მე თვითონო დამაინვალიდესო, აქეთ-იქეთო, ბავშვიცო კიდეო ასეთ ცუდ დღეში ჩამაგდესო, იძულებული გავხდიო, წამომიყვანა და წამოვსულიყავიო და ესე შემდეგო და კი ბატონო მეთქი, მე თუ კი გინდა მეთქი, შენი ისტორია თქვი და კიო, რაზეა ვლაპარაკიო, ვიტყვიო და მე როდესაც მომიწია იმ ქალაქში ჩასვლა და დაუკავშირდი, მეთქი რა ხდება, მეთქი ესე რომ გინდოდა თქვენი პრობლემის მოყოლა მეთქი და გაგება აუ რაშიაო საქმეო ვიციო, ახლაო ჩემიო მეუღლეო კიო გარდაცვლილია დამარხულიო, მე დაინვალიდებული ვარ, არაფერი არ მეშველებაო, მაგრამ ნუ ჩემ ბავშვს აქ მომკურნალობენ, რო დაუბრუნდეო საქართველოში, როცა დაუბრუნდებიო, მე რეცო რამეო პრობლემები რა უნდა შეგექმნას, მეთქი ღმერთმა გაგიმარჯო, შენი საქმე შეიძლება მეტი პრობლემა რა უნდა შეგექმნას მეთქი. სანამ ასე თავდახრილი იქნება ხალხი და სანამ ასე თურმე არავის ბრალი არაა ეგ და იმის ბრალია და ამის ბრალია და ასე, მაგრამ არაფერი არ იქნება. ეს პერიოდულად ამოტივტივდება ასე. და საქართველოში რაზე დარდობენ? ვაიმე ვიღაცა ტრამპს დაესხა თავს. ვაიმე ვიღაცამ უკრაინაში თურმე პუტინი იმას ბომბავს, რა ქვია, და ბავშვები დაიღუპნენ თურმე. ვაიმე თურმე სადღაც ესა რა ქვია, ძაღლების პრობლემა არის და უპატრონო ძაღლი ან მოკლეს, ან დაწვეს, ან რაღაცა მსგავსი რაღაცა გააკეთეს თურმე. აი ესაა თურმე პრობლემა. ნომერ პირველი ეროვნული პრობლემა არის ქვეყნის და ქვეყნის ჯანდაცვა ეს არანაირი პრობლემა არა. აღარა მაქვს საუბარი იმაზე, რამდენს დაუმახინჯეს ცხოვრებმა, ეგრეთ წოდებულმა ექიმებმა და რამდენს არასწორი ყალბი დიაგნოზები დაუსვეს და არასწორი მკურნალობა ჩაუტარეს და აქ მერე აღმოჩნდა ისე, რომ ის დაავადებები საერთოდ არ ჰქონდა მთელი ცხოვრების მანძილზე. სტალინის სულელი კი არ იყო ექიმთა საქმეს რო ატარებდა. აი ეს არის ნაცქოცური ჯანდაცვის სისტემა. მეტი არაფერი. აგითხა ჩემო ძმაო. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მაგრამ მე ვამბობ სიმართლეს. როდესაც ეს ადამიანები გამოვიდნენ საკუთარი შვილების პრობლემებთან დაკავშირებით, რამდენ ადამიანს იგივე პრობლემა ჰქონდა? რამდენი ადამიანის შვილებს იგივე შიშიმუპირებს, რამდენს პრობლემა ჰქონდა? რატო არ დაუდგნენ გვერდით? როგორ იბრძოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის იმის რა ქვია, შვილების მშობლები საქართველოში ვინ ედგათ გვერდით, მე იძულებული გახდნენ და წამოვიდნენ ისინიც და შვილები წამოიყვანეს და აქ არიან საფრანგეთში. აი აგერ კიდე ქალბატონი წერს, მეც დამიმახინჯეს ცხოვრება, მაგრამ ვერ მივდივარ ექიმებმა, ვერ მივდივარ საფრანგეთში. ეს არის ნაცქოცური სისტემა. ეს არის ადამიანის ფასი საქართველოში. აი ესე უღირს საქართველოს სახელმწიფოს, ასე უღირს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ქართველი ბავშვების ცხოვრება. და საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება. ესენი არის ყველა თავიდან ბოლომდე გასაპარსი. აფთიაქი უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრება და მხოლოდ თან თავის ფასში უნდა იყიდებოდეს ის წამლები, რაც არის. ან მოსახლეობას უნდა ეძლებოდეს უფასოდ. დიახ, უფასოდ უნდა ეძლებოდეს წამლები. და მას უნდა ფარავდეს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა. It's okay. No problem. და ამ შემთხვევაში შეიძლება ქართველმა ერმა გააგრძელოს სიცოცხლე. აღარა მაქვს უკვე იმაზე საუბარი, რომ საერთოდ სიცოცხლის ხანგრძლივობა, ზოგადად ადამიანების ჯანსაღი ცხოვრება და ესეთ რაღაცები საერთოდ მოთახსირებული როა საქართველოში.
აი ერის გენოციდის მთავარი შემოქმედი ეს არის საქართველოს ჯანდაცვის სისტემა. ეს არის სისტემა არის ასეთი. როგორი სახელისუფლებო სისტემაც არის, პირდაპირ ადამიანები არიან მიგდებული გასაყიდად. მორჩა დამთავრდა. არ უნდა ძმაო ამ ხალხს. ადრე თუ გვიან ყველასთან დაიჩოქებს ეს კუზიანი აკლემი. იმიტომ ადრე თუ გვიან ყველას მისი ოჯახის წევრს დაჭირდება სავადყოფო. არ არსებობს ამ ადამიანი ცოცხალია ვიღაცას რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნება. ამ უვიცი ექიმების გამო, სახელმწიფოს ასეთი დამოკიდებულების გამო მოუწევთ სახკარის გაყიდვა. მოუწევთ თავისიანის სიმწარის საკუთარ თავზე განცდა და ვაი დედა რა გვეშველება. არაფერი არ გეშველებათ ხალხო. არაფერი არ გეშველებათ თუ მინიმუმ აი ამ პრობლემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სხვა თავი რო გადაერჩინოთ ფიზიკ. ერი არ გაერთიანდა აი ამ ხალხს არ დაუდგა გვერდით და ამ ხალხმაც მარტო ის კი არა რომ თქვათ და დღეს ეს პრობლემა მოაგვარს საერთოდ რო სისტემა შეიცვალოს და სისტემური მიდგომა შეიცვალოს თავიდან ბოლომდე და ეს ჯანდაცვის რეფორმა თავიდან ბოლომდე ასე გადატრიალდეს და დადგეს არაფერი სხვა არ იქნება თუ არა ეს იქნება რაღაცა ეპიზოდურად რაღაცას გამოყოფენ რაღაცა 2 მილიონს 3 მილიონს რაღაცას ფულს თუნდაც 10 მილიონი იყოს გამოყოფენ გააჩუმებენ რაღაცაზე ამ ხალხს მორჩება და დამთავრდება მე ვინახე ვისამომღები წავა ეს ყველაფერი თავისით ეგა არავინ ამაზე არ ლაპარაკობს ლაპარაკობენ მარტო როგორ შეიცვალოს საარჩევნო კანონი რაც შეიძლება მეტი ნაცი ქოცი იყოს პარლამენტში რაღაცა ბოდოებზე რომელი პოლიტიკური პარტიისგან გაგიგიათ ამაზე ლაპარაკი წამლებზე საერთოდ ლაპარაკი არა მეზობელ თურქეთში რომ ესა რა ქვია 10 ჯერ მეტი იაფია წამალი ვიდრე საქართველოში და მაგ წამლებზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი აქ კვლევა ჩაატარა მეგობარმა წამოიღო წამლები და ჩაატარა და აღმოჩნდა ის რომ წამლებში 10% იყო წამალი დანარჩენი ცარცი ეგა არ გინდა ძმაო არ გინდა საკუთარი თავი საკუთარი ოჯახის წევრების ხსნა არასდროს არაფერი არ იშველება ამას რა თქმა უნდა მაგიტომ მიდიან ჩემო ძმაო რამდენმა სახლი დაყიდა კარი დაყიდა ხო ვიცით ჩვენს ირგვლივ იმისთვის რომ რო დაგიდებენ ეხლა რომ ან შენ შვილს ან შენ დედას ან შენ ვინმეს ამდენი უნდა მკურნალობა ან სახლი უნდა გაყიდო ან სესხი უნდა აიღო ან რაღაცა უნდა აიმასქნა რომ გადაარჩინო და ეს ევროპაში მანდამაის უკანალის ხედვა რომ ეს მეტი რო არაფერი არ შეუძლიათ ემას რა ქვია ოპოზიციონერებს და ამგეს ერთი ეს ჯანდაცვის სისტემაზე ევროპული ჯანდაცვის სისტემაზე ვინმე ლაპარაკობს დავდებ ხალბატონო დავდებ ვრცელი ფილმი არის ორი ნაწილი არის და დავდებ ხვალიდან დავდებ თითო ნაწილს ყოველ დღე მიდევს მე YouTube-ის ჩემ არხზე მიდევს ეგ მაგრამ დავდებ კიდე ერთხელ ამ პრობლემასთან დაკავშირებით და რა ვიცი ნახეთ ფილმია რომელიც ხალბატონო მე გადავიღე საფრანგეთში დოკუმენტური ფილმი არ ვამბობ რომ ეს არის რაღაცა დიდი შემოქმედებითი ნამუშევარი როგორც ის მაგრამ არის დოკუმენტალისტიკა რაც აისახება რეალურად რაც აისახება სინამდვილეში აი ეს არის ამის თქმა მინდოდა და დღეს საღამოს თბილისის დროით 9 საათზე მექნება ბატონ შალვასთან ვიდეო ეთერი საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ოღონდ YouTube-ის არხზე იქნება აქ დავტოვებ ლინკს ვისაც გაინტერესებთ და ნახეთ მოახლოებული არის გარდამტეხი ეტაპი საქართველოში გარდამტეხი ეტაპი ერთადერთი შეიძლება დადგეს თუ საქართველოს ეყოლება ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი პატრიარქი რომლისთვისაც სამშობლო სარწმუნოება ეს არის ერთი და იგივე და არის თავდადებული რწმენისა და ერის მიმართ თუ არა ჩვენი თუ აქ მოხდა ისე შიოსნაირი ყანდურების და ამათი ჯაღმაიძეების და ამათი გამეფება და გაიმასქნება და წამლებს რო უშვებენ და მადლი რო ქვიათ საპატრიარქოს სახელით მადლს რო ყიდიან მადლი რო დაარქვეს წამალს და მადლს რო ყიდიან აი ესეთი ის არა
გაიხარე მომო. არ იქნება, იმიტომ რომ ეს როდესაც შენ ხედავ, რომ შენი ერი გენოციდს განიცდის და ამაზე სიცოცხლეზე არის საუბარი და ერის პირდაპირი გაგებით სიცოცხლეზეა საუბარი და სახელმწიფოს არ აინტერესებს. ერის პირდაპირ ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე არის საუბარი და სახელმწიფოს არაფერი არ აინტერესებს და სხვა ბევრ უბედურებაზე და არც სასულიერო პირებს არაფერი არ აინტერესებთ ჯაღმაიძეების და ამათი თამადობით, რა ქვია, შიოს და ამათი თამადობით და გემრიელად აგრძელებენ ლოცულობენ, რომ რაც შეიძლება მეტი მადლი გადმოუვიდეთ. ერის გენოციდია, რა დროზე ლოცვაა. მიდი და მოთხოვე ხელისუფლებას და არა, მოვა არჩევნები და ის 51 და ხელისუფლება შემოხაზეთ თავიანთ ქადაგებებში. სანამ ეს ყანდურიზმი არ მოისპობა, საქართველოს არაფერი არ იშველება. და თუ ეს არ გადაწყდა და თუ ეს არ დამთავრდა საქართველოს საპატრიარქოში, თუ არ დაესვა წერტილი, რომ ეს ქვეყანა, რომელიც არის გამხდარი სიონისტების ფილიალად რო არის ქცეული საპატრიარქო და გავსებული როა ურიებით იგაობა. ეს თუ არ დამთავრდა ქართველებს ჩათვალეთ რომ ესა ბოლო მომენტი საქართველოს შველის. არაფერი არ ეშველება საქართველოს. არაფერი არ ეშველება, ეს გამორიცხულია. არც უნდა ეშველოს. მარტო სამედიცინო სისტემის გენოციდი ეყოფა ქართველებს გასანადგურებლად. ასე იქნება ეს. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით მე დაუკავშირდები და კიდევ უფრო დეტალურად ვისაუბრეთ ამ ამბავთან დაკავშირებით. ამოვიღოთ ხმა ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ ჩვენი სათქმელი ვთქვათ ყველასთან მივიტანოთ და ამ ბავშვებს ამ ყველას მხარდაჭერა ჭირდება მაგრამ ეს არ უნდა იყოს ერთჯერად მხარდაჭერა მარტო ეს სისტემაა გადასამტვრევი თავიდან ბოლომდე აიხარეთ მადლობა ყველას ყურადღებისთვის